თუმცა ამის მიუხედავად, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმი ახალი რეალობა, ამის მიუხედავად წლებია პოლიტიკური, ეკონომიკური ჩვენი ყოველდღიურობა არ არის ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე. სტატისტიკა რაც ვახსენე, ყოველი მეხუთე ბავშვი მშვილდს მეთქი, ეს არ არის ამ 4 თვის განმავლობაში დამდგარი მოცემულობა. თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი ეს აუცილებელია, რომ მუდმივად შეგვეძლოს ამ რესურსების მოხმარება იქნება, ინვესტორისთვის შეთავაზება თუ ასე შემდეგ, მეტიც იმასაც გეტყოდით, რომ ემაგ თეორიის აბსოლუტურად საპირისპირო თეორია არსებობს, თქვენ რომელთაც ეს არის გამდიდრების გზა, არსებობს თეორიები და ჩვენი ქვეყნის მაგალითზე პრაქტიკაში განხორციელებული თეორიები და ჩვენი ქვეყანა კიდევ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება იყოს, რასაც ნიშნავს, აი რესურსების წყევლას ეძახიან ხოლმე და რა არის? გლობალური ეკონომიკური მოწყობა ისე არის, რომ ქვეყანა რომელიც მდიდარია რესურსებით, ბუნებრივი რესურსებით, ის მუდმივად განწირული რჩება იმისათვის, რომ მისი მოსახლეობა მუდმივად ღარიბი იყოს, რადგან ინვესტორი იქნება ეს თუ ის ბიზნეს სექტორი, რომელიც ამ რესურსებს ითვისებს, რჩება მინიმუმ 1%-ზე, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ეს არის ლოკალური ბიზნეს სექტორი, არის გარედან შემოსული, რომელსაც არანაირი მათ შორის ინტერესი არ გააჩნია იმისა, რომ ადგილობრივი ბაზარი თუნდაც ადგილობრივი ბაზარი აღორძინოს თუ ხელი შეუწყოს მის განვითარებას, მისი მთავარი მოტივია, რომ რესურსი მოიხმაროს, მოიპოვოს და მოიხმაროს. ამას ვხედავთ